მოკლედ ოპერაცია კარგად გადაიტანა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონია. მართალია ჯერ კიდევ ნარკოზის ქვეშ არის, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. გოგოებო, რაღაცა უნდა გთხოვოთ რა. ეხლა ვამთავრებ კრედიტს რა ამ თვის ბოლოს და სანამ მეორეს ავიღებ, მიქნებ ფული მასეს ხო ცოტა რა. ილო, გაძლება მოგცეს ღმერთმა, წავი. თოხედი. მე მარტო დავრჩი ეხლა? ნუ მიყურებ ეგეთი სახით. რა ბექანი, კარგი რა. წამორა ხო ჩვენთან ერთად სიონში. რა? მიდი რა მაგრა გავერთობი. და ვაფშე მაგა მე უნდა გავიდე, ხა აქვე არის პატარა ქალაქია, ავტობაზრობაა რა მანქანების რა, ანუ რა და შეიძლება ვერ დაგირეკოთ, ვერ დაგიკონტაქტოთ რამოდენიმე ხანი რა. სალიდე, რა უნდა გითხრა? რა მოხდა? პარიზში მივდივარ ბიზნესთან. მართლა? როდის? ეხლა გავიგე საელჩოს პასუხი და იქით კვირისთვის მაქვს ბილეთები დაჯავშნილი. რა მაგარია, რატო არ მითხარი, არ ვიცოდი რომ გეგმავდი. არ ვიცი და ვიზის პასუხს ველოდებოდი, ვიფიქრე მერე ვეტყვი თქო. ძალიან კაი. როგორ მინდოდა პარიზში წასვლა? ხო, ვიცი და ძალიან გამიხარ და მართლა. დე, შენ რა ჩამოგიტანა? კაი, მე რა უნდა ჩამომიტანო, წადი და დაისვენე. აი მე გოგოებს დაურეკავ, გაგიჟდებიან. დე. ჩემი დამტენი შენ ხო რა გიღია? დამტენი, უი კი, მე ავიღე, დამავიწყდა მე თქვა, ჩემი ვერ ვიპოვე. შემოგიტან ეხლა. კაი. კაი. მადლობა. რა იშვები? რავი, არაფერს იკას ველოდები, უნდა გამომიაროს. არ წასულ ხართ? არა, ჯერ შენ სათხარ უნივერსიტეტში. ესე ადრე? ხო, ლექსია გამიცდა. ხო და რა ვერ ისწავლე ჭკუა, რომ ეგ ლექცია სულ გიცდება და ერთხელ დაიძინე. ნუ აი შემდეგ კვირას არ მივალ და მაინც და მაინც მაშინ ჩატარდება. კაი, დაიკიდე. ოდეაჩემს ვიზა ჩაურტყეს. ვა, რა მაგარია, სად მიდის? პარიზში თავის ძმასთან. ვა, ძალიან მაგარია, მეც მინდა პარიზში. ხა, ძალიან მაგარია. ხო, აბა, რამდენი ხნით მიდის? არ ვიცი. აჰა, ძალიან კაი. კაი, წავედი ახლა იკას უნდა დაურეკო და მე დაგირეკავ. მიდი, კაი კაცი. ალო. ხო, ნატა, გაგაღვიძე, როგორ ხარ? არა, რუსუდან არ გამოღვიძე. გოგო, კაი ამბავი მაქვს. ის არა ქვია, ლილიკოს ქორწილია ვერცხლის საღამოს. წუხალ დამირეკა ზრიადმა და სიუპრესი გაუკეთოთო. მართლა რა კაია. ხო და გამოდი შუა დღეზე ჩემთან სალონში.
წავიდეთ საჩუქარი უყიდოთ და არა, რუსუდან არ მინდა, არა. ნატა, რას ქვია, არ გინდა გაგიჟდი, ხო გაგიჟდება ლილიკო, შენ რო იქ ხარი, ხო? აი რა, რუსუდან, ხო იცი რომ არ შემიძლია. ნატა. ალო, გაგაღვიძე? იცი რა მინდა გითხრა? სადა, აი, მზადება. 20 წუთის წინ დაურეკე, აი, ვიცოდი რომ ეს ამბავი იქნებოდა და აჰა. ეხლა ნახე რამდენი რაღაცა მოიტანოს, просто იმენა კარადით მოვაში. ნუ მართლა რა ყველჩემ. ივეთ. სათხარ რამდენი. ავრა სადღა. როგორ ხარ სალი? კარგად, შენ როგორ ხარ? როგორ ადექი ესეად რა? გაცილებ რა. რამდენი რამ მოგაგჭა. კიდე რაღაცების ჩადება მინდა და მაგრამ ვერ ჩავაწია. მარემ და იჯარი. ცხოვრებას აპირებ იქ? არა, პროგრამას გადახედე შენ? რა პროგრამა ცალი წავედით, მეტი წამოწამ. კარგად, ვაკო. ოცნი. ავაი და გაიხჩი რა. Спасибо, Чикари. მინი შენც. ავაი. აუ გაგაღვიძე? კი. აი დაგირეკავ მას ცოტა ხანში. მაგრამ მითხარ რა ხდება? არაფერი, მე კინოში ვარ წავსულიყავით. კინოში? რა გადის? მინიონების პრემიერა იყო გუშინ და კი. კაი, წამოვა. კაი, მაშინ შეიხმიანები ცოტა ხანში. კაი. შეგაწუხე, მაგრამ სხვას ვის მითქო აღარ ვიცი. რა შეწუხება მკითხეთ ბატონო მარია? ხომ არაფერი გაგიგია ბავშვის. მაიმე ჯერ არ მილაპარაკია ბატონო მარია, სიმართლე გითხრათ. მართალია შეგაწუხე შვილო, მაგრამ ძალიან დამავალებდა. იქნებ შეკითხო, როგორ არია? დაველაპარაკეთ. აუცილებლად დაველაპარაკეთ. ხოში, გაგაში. სხვა ხო არაფერი. არ მოგერიდო. არა, მოსარიდებელი რა მაქვს, მაგრამ დამიტკიდა დავეხლა. ისედაც ამდენ ყურადღებას იჩენ თქვენ ბატონო მარია, რა ვიცი. ყურადღება მაშინ უნდა გავამეჩინა, მაგრამ ახლა ვის რაღაც უნდა. ხოდი და მიდა რაღაც რა ვიცი, თუ გამიგებთ ამას ყველაფერს რა ვიცი, ძალიან დამავალებთ. მშობლებს ჩემი დანახვაც არ უნდა, კაცო. ახლოს არ მიკარებენ და იქნებ გამიგოთ ეს ოპერაციები და აქწოლა რა არის. მარნე. ხდებით ახლა ეს თანხებზეა საუბარი. რაც არის ეგ იყოს, კაცო. ხომ და დავეხმარო არა? თქვენ როგორც გინდათ კი ბატონო, მე ვეცდები რომ გაგიგოთ. დეა როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? კარგად, გოგოები სად არიან? სამზარეულოში იქნებიან, მე ტატა ვნახე მარტო. დაჯექ ერთი წუთი საქმე მაქვს. მოიცა, მოხდა რამე? არაფერი, უბრალოდ მე და ელოს გვჭირდება შენი დახმარება, სანამ ახალი დამხმარე მოვა. იპოვეთ უკვე? ერთი კარგი ბიჭი ვნახეთ, ოღონდ ჯერ ძველ სამსახურში შემუშავებს და სანამ გადმოვა 2-3 დღე მაინც სჭირდება. ძალიან კარგი.
მოკლედ თუ წინააღმდეგი არ ხარ სამზარეულოში ილოსთან ერთად მოგიწევს ცოტახანი მუშაობა. თან ილომ თქვა კარგად გამოსთვის მოხმარებაო. კარგი, პირიქით. ძალიან კარგი. კარგი. მაშინ შენ მაგიდებს გოგოები მიხედავენ, მაგაზე არ ინერვიულო, კაი? ატექი ხარ ასე ხარ. დარწმუნებული ხარ რომ უნდა წავიდეთ? რამდენჯერ უნდა მკითხო? იმიტომ რომ მე მგონი ცუდი აზრია. აუ დამიჯერე ძალიან კაი აზრია. ხა ბექა. აი გარეთ ვარ და გავოდადით. კაი. ცაცაფში ვარ და ორ წუთში. გამოსულიყო ადრე რა. აუ კურსის ფერი დამჩა. მალე რა. ჩები? ეკა. როგორ ახარ? კარგად, შენ? კარგად, სანის ველოდებ? ხო, ვიცი. ავადი. როგორ ახარ? კარგად, შენ? კარგად. წავედით? წავედით. აუ, ბექა, საღამომდე ხო ჩამოვთ, მე და ჩეპე საქმე გვაქვს. კი, წამო. დიახ ბატონო ნიკა. ბატონო მარია. კარგი ამბავებს. აბა მოკლედ ბავშვი კარგადაა. უკვე ნარკოზიდან გამოვიდა და ალადაში გადაიღო. შედა გაშვინა შვილო ღმერთმა. შენ გაგახარა ღმერთმა ჩემო ნიკა. ხო, რაც შეეხება ფინანსურ საკითხებს, ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ნაწილი სახელმწიფო დასავლით დაფინანსდა და მოკლედ ბევრი რომ არ გავაგზავნო, პირდაპირ თანხას გეტყვით. აბა მითხარი. ხო, მითხარი. 4000 ლარია. ხო. მადლობ ჩემო ნიკა, მადლობ შვილო. მე შესახელს მეპაცვალე. რატი? როგორ ხარ? კარგად. რას კითხო? რა ვიცი, აქედან ავიღე რაღაც იმდენი ხანი არაფერი არ წამიკითხავ. რამე არის ახალი შენკენ? კაი, რატი რა განერვიულებს იქნება რამე მოხარე პასუხს. მე მგონი აღარ მოწერე. წინასწარ რატო ლაპარაკო? არ ვიცი. წარმოიდგინე, რამდენი ხანია ვცდო უფრო სადმე წავიდე. კაი, მარტო ეგ პროექტი ხო არ არის, რამდენი პროექტებია, რაღაც იქნება. იქიდანაც რო არ გამომივიდეს. ჩემს თანაც მითხრდება უკვე იმდენ ფულს ხარჯავენ ჩემს სალოში. ყულად ნერულობ მართლა დაელოდე ჯერ რას მოგწერენ. ხო, თათი. ლეპტოპთან ხარ? კი, რა არის? მიდი სტატისტიკები შეამოწმე. დაიცადე. დამოვდა. სტანდარტული ოჯახისთვის აუცილებელია მინიმუმ 100 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი თვალი და მინიმუმ 2 მე 9000-მა ადამიანმა ნახა თათია? კარგი შედეგია, ხო? კარგი არა გვან, ძალიან კარგი. შენ Facebook-ზე ნახე რა ამბავია? აი, დაიცადე, დაგირეკავ რა ცოტა ხანში ვნახავ ჯერ. კაი.
აი წყალია რა. აა. გავცუროთ არ გინდა? ვარ არა. მიდი რა გავცუროთ. ვარ მინდა ბექა ჩადი შენ. აი გავცურა მაშინ. მიდი. შენ რა გონია რომ მართლა ბექასთან ერთად გასართობად ჩამოვედი წამოჩქა. რა? ა მოდი. მანქანაში რა გვინდა ხوار გაგიშტიე? მე მაქვს გასაღები წამო. ძალიან წვრილები ხوار არის. არა. კარგია, ეგრე გააგრძელო. ცოტა წვრილადაც შეგიძლია. აბა როგორ მედის საქმე? საშინლად. ბადრიჯნის დაჭრაც კი არ იცის. ისევ შენ უნდა დამეხმარო მანჩო რა. შეკვეთები არ დაგვიანდეს იცოდა. მოიცა, მართლაც უდად ვჭრი? საშინლად. მიდი ქათამის დაჭერი ცეზარისთვის. მოდი შენ თვითონ დაჭერი. მიდი რა გეხვეწები რა. მიდი, ვერ მოვასწრებთ, მიდი 1000 შეკვეთა. მადლობა საყვარელო. რუსუდან რაღაცა მინდა რო გთხოვო რა. ერთი წამი დაჯექი და მორჩი. რა გთხოვდი, მაგრამ რაღაც პრობლემები მაქვს რა და ამიტომ ვიფიქრე. გელდები. ხო, ეხლავე რა ელენ. მითხარ ხთე. აი თუ შეგიძლია რა, რომ 2 თვის ხელფასი წინასწარ მომცე რა. თუ შეიძლება რა თქმა უნდა რა. კი, რატო არა? მე ძალიან დიდი მადლობა რა. აი არ გთხოვდი უბრალოდ რაღაცა ძალიან მჭირდება რა და ხოთები ხა რა, ჩაგირიცხავ ხვალ. ძალიან დიდი მადლობა. კარგი. მოდი. ხარ? რა, შენ? კარგი. აუს ხოდალა. კი რა, ცოტა გამოფხიზლები. დაჯა. ლეილა დეიდა არ არის? ნანასთან გავიდა მე მგონი. ნანა დეიდაც რამდენი ხანია არ მინახავს. როგორ არიან? რა ვიცი, მეც ლეილას გამგებულობ მაგათ ამბობს. ქეთიც არ მინახავს, კაი ხანია. ქეთის ველაპარაკე და მოვა. მართლა რა კაია. ალო. გამარჯობა კატო. არა, ლიზიკოს ვერ გამოუშვებ, დასჯილია. კაი, კარგად. დასჯილი მყავს. რატო და გოგო პროექტორი გაუტეხია შემთხვევით სკოლაში, მაგრამ სანამ მასწავლებელმა არ დამირეკა და ფულის მიტანა არ მთხოვა, მანამდე არ გამომიტყდა. კაი, თუ შემთხვევით გაუტყდა, რატო დასაჯე? თან ეხა თვითონაც ინერვიულებდა. ხო, მაგრამ დამიმალა და. ნუ მე არ დავსჭირდი. კაი, მომიყევერთ შენს კრა ხდება. რა ვიცი, ვიტარებ ამ კურსს და ვარა. ბაიმე, ქეთი და ნიკა რომ ნახეთ კაფეში, იცი? ნიკა ის ექიმი? მე? იცი რა კაი ბიჭია. ძალიან. მე რას ამბობს ქეთი? ქეთის არ იცნო, ვარფს არ ამბობს. მე გამაგიჟებს და გოგოშა რა ტიპი. ცოტა ჩაინა. ძალიან პროსტა. გაგეფრთხილებინე მაი. ღირსი არ არის? ღირსია, მაგრამ გაგეფრთხილებინე, ძალიან დავიბენი.
ავაპირებ შენ გაფრთხილოს, მაგრამ მე ვფიქრე რომ ესე უფრო კაი იქნება და. ან თავიდანვე მოიფიქრე? და იმით შევდივით რომ გაგემწარებინა? შეიძლება გეგონა. მაგრამ ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე კიდე უყვარს თქვა. კაი რა რაც მოგან გამიკეთა, მაგის მე როგორ შევრი გავოდი. და მინდა და რაღაცი გაჩალიჩებონა. ძალიან სასაცილო იყო მართლა. просто ძალიან მაინტერესებს სახე. საცადავი. აიმე. ალო. ბექა არ არის, მე ვიპოვე ბექას ნიუთები. ხო და შემიძლია მისამართი გითხრათ და მოხვიდეთ და წაიღოთ. რა თვითონ ბექა არ ვიცი სად არის. კარგით. მოგწერთ მე. კარგი. უკაი რა პონტია? ეხლა ვიღაცას ეგონება რომ რაღაც დაემართა. არა არ დაემართა, თბილისამდე და ჩამოდი შიშველი ფეხით. საიდან მოიფიქრა პროსტა? რა ვიცი, რომ მითხა შევრიგდეთ და ეგრევე მოვიფიქრე რომ რამეს გაუჩალიჩებთ და მე რომ მითხა რომ სიონში წავიდეთო, ეგრევე ეს მოვიფიქრე. ეხლა რომ გითხრა შემერიგდიო? აღარ მეტყვის ამის მე. მაინც რომ გითხრას? ანუ აღარ მეტყვის, მაგრამ რომ მითხრას არ შეურიგდები, არ მინდა. იდიოტია რა. აუ, მაგას თავიდან მოგეუბნებოდე. იდიოტი რომ არის. ეხშენს დედაჩემევით არ დაიწყო გეხვეწები რა, მორალი კითხვა. თავიდან მეგონა რომ კაი ტიპი იქნებოდა და მე შევწდი. აუ, ხოტვინი წავიდე. გამორთა. კაი, ერთ წამს არ გამორთა, იცი რა, მესიჯები წავიკითხოთ. არ მინდა. მინდი რა გთხოვ. აუ, იცი რა, ვქნათ, მოდი რა მიღადაობა მისჭირდეთ, ვიღაცებს. პრობა. როგორ ხარ? ჯერ. ძალიან თხას ბოლოდინეთ? არა, მეც ახლა მოვიდა. მართლა არა კაია. ესენი ჩემი დაქალები არიან, გაიცანი ანკა და ტუსია. ჩემთვისაც. ცოტა მალე შევიდეთ, რა თორე დაგვიგვიანდება. კარგი, ბილეთებს ვიყიდი მაშინ, რა? კაი. გოგო ძალიან საყვარელია. ძალიან, просто გაუკვირდა მე რომ დაგინახოთ. არა უშავს. გოგო გახსოვს დიტოს ადრე რა დაემართა? დიტო, ხა გაიჩვენე. მადლობა. მადლობა. შევიდეთ, ხო? პოპკორნი. რა, პოპკორნი. მე დიდი მინდა. მე დიდი პოპკორნი მინდა, მაგრამ გაზიანი არ მინდა და რამე წვენი წავიღე. მეც ერთი წვენი და ერთი პოპკორნი. ჩვენ შევოთ დაგალოდებით, კაი? ამაჯობა. სამი პოპკორნი მინდა. ერთი დიდი, ორი საშუალო. იყო სამი დიდი. და სამი ცივი ჩაი. იყოს 4. მინდებით. აი საფრელი იქნება უბრალოდ. Gabriel. უნდა ვილაპარაკოთ. რა გინდა? დედა. ეხლა არ დაიწყო შენებური ისტერიკები. შენ რო ხელი შეგეწყო, აი ესე არ იქნებოდა. ესე როგორ? წესიერად რომ მოქცეულიყავი და იმ ქალაქელ ბიჭზე არ გაგიჟებულიყავი. სასწავლებელსაც დაამთავრებდი და ქალაქში ციცხოვრებდი. რას ნიშნავს წესიერად მოქცეულიყავი? გაჩუნდი ეხლა, გაჩუნდი. უკვე მოვილაპარაკეთ ოჯახებმა. ხვალ ამოვლენ და იქნება ნიშნობა ის ზვიოსა შენ ვერაფერს ვერ დაუწუნებ. არა დედა, არა, რა ზვიო ხარ გაგიშდი? ხმა გაკვიდე. გაკვიდე ხმა უკვე, გადაწყვეტილია ყველა. დედა, ანუ გაკვიდე ხმაი. გაჩუნდი. შენ საერთოდ რა ხმა გაგამოსაღები შეოჯახის შემარცხვენელო, ჰა? არ გაბედო შეპასუხება იცოდე. არ გაბედო, თორე მამა შენსა შენ თავსა ვერავინ ვერ გამოაცლის ხელიდან.
ისედაც კაცი მთელი დღე ძაღლივით არის გაგდებული და მუშაობს. ვისთვის შრომობს, ვისთვის, შენთვის და ბიჭისთვის. აბა ვერას მიკეთებს. მორჩი, ეხა გითხარი ისტერიკებსა. მორჩი. აი ნახავ შვილო. რო დალაგდება ყველაფერი, მერე შენ თვითონ მადლობას მეტყვი, დედა. დამიჯერე. ვახ, ვინახარ შენ კაცო, ვინახარ. ვინახარ შენ. გამარჯობა, როგორ ხარ? რა ვიცი, არა მიშოს, როგორ არის დედა? ძალიან კარგი. იცი რაზე გირეკავ? ხვალინდელი გეგმა ხო ძალაშია? ხო, ძალიან კარგი. და ბოდიში რა ესე გვიან გირეკავ რა, ვერ მოახერხება. კარგი. მაშინ ხვალინდელი. კარგად. კეთი იქნება, ლეილა ესე მალე ვერ გამოვიდა. ჩაი დავისხი რა. ახლა. რა გჭირს? ჰა? შოკოლადი შევამე. წყალი მოუტანე რა. რა შოკოლადის გამოტირი ესე? ხო, იმიტომ რომ ლიქიორიანია ეს და არ შეიძლება ჩემთვის. მოდი, დალია ეს. არაფერს არ გიზამს ეს შოკოლადი. კაი, ნუცა 2 გრამიც არ არის. ნუ კაი რა, რომ წარმოვიდგინე რა. მთელი კურსი წყალში ჩამეყრება. კაი რა, არ ჩაგეყრება რა, წყალში არაფერი არ იქნება. კაი, მაპატიეთ გოგოებო რა, ძალიან განერვიულებული ვარ და. კაი რა, ზღობოდი შევ. კაი, დაწმართი. დაწმართი ხო. მე ძალიან ვისიამოვნე. კაიება. მე ისე რა, წავედი ახლა მე მაგვიანდება და ხოლ შეგეხმიანები, კაი? კაი. ბაკო, ძალიან დიდი მადლობა. ბაკა, კარგი. შენ ხო წამოხვალ დღეს ჩემთან? შენთან? ხო შენ პირდი. კაი, წამოვალ. თუ შესთან დარჩები დღეს მე რა. ხო, გადიხარ უკვე? ხო რა, შეპირებული ვიყავი დარჩები, მაგრამ მოგესტე, კაი? მადლობა. მადლობა, კარგად. თავაზობ გავაგრძელოთ ჩვენ თანამშრომლობა. მეც დავბრუნდე? ხო. შენ ეს პული ჩანთაში ჩაიდე ხა. მე რატომ? ხვალ იმ ტიპს ნახავა, ფულს მიცემ, საბუთები რომ გავუკეთოს რა. ნერვებს მიწითქა, გოგო. აი გავალ რა საერთოდ ჯობია. რად გახვალ? გავალ. სად მიდიხარ, გოგო? ის პროექტორი მე გავტეხე. რა? ხო და ლიზიკომ დაიბრალა, ვთამაშობდით და შემთხვევით დავეჯახე, ძალით არ მინდოდა. რატო არ მითხარი? მეგონა მეჩხუბებოდი. და საჩხუბარი ხარ, კესო? რა გოგო?
რასაკეთებ? გაბაშ, გაბაშ, ვიქტორ, ხელი გააბის.